ერთმა დაგულოცოთ და მადლობა რომ მომიწვიეთ აქ და საშუალება მეძლევა ლექციის საკითხვის. დღეს მინდა რომ ვისაუბრო ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეების შესახებ. იმ მნიშვნელოვანი მხარეების შესახებ, რომელსაც გამოყოფს ეკლესია. ეს არის სხეული, ეს არის სამშვენელი და სული. ადამიანი არის სამყაროს გვირგვინი. მან ყველაზე დიდი რაც შექმნა ეს არის ადამიანი და თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ანუ ჩვენ ვართ მსგავსები ღმერთის, წარმოიდგინეთ თქვენ. რამდენიც არ უნდა ვიფიქრო ამაზე, ბოლომდე ვერ ჩავწდები რა თქმა უნდა განსაზღვრების არსს. მე უბრალო ადამიანი. სულ განვიცდი ჩვენ უძლურობას, უმწეობას, გონება შეზღუდულობას, მწობილობას და ასე შემდეგ და ვარ ღმერთის მსგავსი. ბევრ ამას ვერ ჩავწდები ჩვენ, ამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ეკლესია ამას გვეუბნება და ბიბლია ამას გვეუბნება. ეკლესიური განმარტებით რას ნიშნავს ხატება და მსგავსება? ის რომ ღმერთის ხატი ვარ, ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ის თვისებები, რომელიც ახასიათებს უზენაეს. კერძოდ რა თვისებები? ეს არის ის რომ ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, გაგვაჩნია გონება, უკვდავი სული, უანგარო სიყვარულის უნარი. ეს არის ხატება. მაგრამ იმისთვის რომ ღმერთს დავემსგავსოთ, არა, კიდე სხვა რამ არის საჭირო. კერძოდ აი დიდი წმინდა მამა გრიგოლ მოსელი წერს, რომ ხატება უფლის ჩვენთან მოცემულია, მაგრამ იმისთვის რომ მსგავსებას მივახციოთ, ამისთვის საჭიროა სწორი ცხოვრება, რელიგიური, სწორი ურთიერთობა ღმერთთან. და არა მხოლოდ ღმერთთან. აი ამ შემთხვევაში ვემსგავსებით ჩვენ ღმერთს, ხოლო თუ ამას არ ვაკეთებთ და თქვენ იცით, რამდენი ადამიანი იმრუდებს თავის ცხოვრებისეულ გზას. იქ ვიღაც ავაზაკია, ვიღაც კურდღია, ვიღაც ლოთობს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ მსგავსება დაიჭირო ღმერთთან? ვიღაცა ბომჟია და ცხოვრება საკმარისად კაცრია, ხედავ მიწაზე დაგდებულ ადამიანს, დაფლეთილი ტანსაცმლით ჭუჭყიანს და ხანდახან ფიქრობ. რა დონემდე მივიდა ადამიანი, რას დაემსგავს? სამწუხაროდ ასეა ცხოვრება მოწყობილი. ზოგჯერ, აი, როდესაც რელიგიური წიაღსვლებია, რაღაცა კუთხით შეიძლება შენი პირადი გამოცდილებაც გამოიყენო. ბოლომდე არ ენდობი, მაგრამ ერთ ჩემ თავზე გადამხდარ ამბავს მოვუყვები. რაღაც საკმაოდ კრიტიკული პერიოდი მქონდა და მასով შევდივარ ტაძარში. ხატებთან ვდგები და უცებ მახსენდება ბიბლიიდან ესეთი ადგილი, რომ ღმერთი გამოეცხადება მოსეს შეუცვლელი მაყვალის სახით და
ეუბნება, რომ წავიდეს ფარაონთან და უთხრას, რომ ებრაელი ხალხი გაუშვეს. და ჯერ იუარებს მოსე. მერე თანხდება. და იკითხება, რა არის შენი სახელი? და უზენაესი პასუხობს, მე ვარ ის, რომელიც ვარ. საერთოდ, როდესაც რთული, ყველა თითქმის რთულია ბიბლიაში, ადგილებია, განმარტებებს, რომ კითხულობს სხვადასხვაა და შეიძლება მაინც ამავე დაგაკმაყოფილოს და აი მომენტში რაღაცნაირად რა შეგრძნება შემოვიდა იცი ჩემთან, რომ მე უნდა ვიყო ის, რაც ვარ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. თავი არ უნდა მოითხოვო. შეულამაზებლად უნდა წარმოადგინო საკუთარი მე. ხშირად ადამიანები თამაშობენ როლებს საზოგადოებაში. ზოგჯერ თამაშობთ ღმერთთან. ზოგჯერ აი რაღაც საკუთხით რო ვიქცევით არა, ამ ის ნამდვილ მიზეზს ვერ ვაცნობიერებთ. აი ანალიზი სულიერი ფსიქოლოგიური უკვე შენ ქვეცნობიერებს, არაცნობიერს, დამალულ მოტივებს, მიზნებს და ასე და ასე შემდეგ. ხშირად წინს წევს. ნუ ასე თუ ისეა, აი მივხვდი, რომ მე უნდა ვიყო ის, რაც ვარ და შეულამაზებლად უნდა წარმოადგინო საკუთარი თავი. არ ეგეთია. რუსული გამოთქმა, Бог любит искренне, ღმერთს გულწრფელები უყვარს. აი ეს გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო ის, რაც ხარ და რატომ მოვიყვანა ეს მაგალითი, რომ რაღაცნაირად თითქოს ჩემ თავში დავიჭირე ის თვისება, რომელიც აქვს ღმერთს. რომ მე ესეთი უნდა გავხდე, უნდა ვიყო ის, რაც ვარ. რა თქმა უნდა, ღმერთამდე ძალიან შორია. ქრისტიანობის არსი-რასი მდგომარეობს, ხვდები ის, რომ არაფერი არ ახ. სიღრმეში რომ შედიხ. წმინდა მამები მოთქვამდნენ, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ. ყველაზე ცოდვილი და მეტად კლინებულ ფორმით ახასიათებდნენ საკუთარ მეს. და იგივე განცდა არის ხოლმე, როდესაც ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში შედიხ. ხვდები, რომ არაფერი არ ახ. მოკლედ რო ვთქვა. ამდენს არ უნდა ვისაუბრო, კიდევ მეურვებ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ღმერთის მსგავსი არსებები, ამას ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით და ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო, მაგრამ ჩვენი კლინის შესაძლებლობით მაინც რაღაცნაირად უნდა ვფიქროთ ამას. ადამიანი რამდენიმე ხარე უნდა გამოვყოთ. ეს არის სხეული, ეს არის სამშვიდობელი და ეს არის სული. სხეული მიწისგან შექმნა ღმერთმა, თქვენიც როგორც კითხულობთ ბიბლიაში. მიწისგან შექმნა და სხვათა შორის ქვია ადამიანები და მოდის ჩვენი სახელი ადამისგან არა. ადამი ნიშნავს ებრაულად წითელ მიწას. ანუ ჩვენი სახელწოდება მოდის მიწისგან. და რატო შექმნაო ღმერთმა მიწისგან ადამიანიო, ყველაფერთან ერთად იმიტომ, რომ არ გაამპარტავნებულიყო. ანუ არ გაამპარტავნდეთ და გვახსოვდეს, რომ მიწისგან ვართ შექმნილები და როდესაც ადამიანი იღუპება, ხდება, თქვენ იცით, ცნობილი სიტყვებია, მიწა იყო, მიწად იქეც. ერთი შემთხვევა მახსენდება მე.
კვიპროსში არის ლარნაკა ესეთი ქალაქი, სადაც არის წმინდა ლაზარეს ტაძარი, სადაც წმინდა ლაზარეს აი იმ ლაზარესი, რომელიც უფალმა გააცოცხლა 4 დღის მკვდარი. შემდგომ ლაზარე წმინდა გახდა კვიპროსის ეპისკოპოსი და იქ მოღვაწეობდა. ღვთისმშობელმაც მოინახულა, წარმოიდგინეთ თქვენ, წმინდა ლაზარე გაემგზავრა კვიპროსისკენ და რო შედიხარ ამ ტაძარში, რაღაცა განსაკუთრებული ბადლი იგრძნობა. თვითონ ეკლესიური სამყარო ძალიან მრავალწახნაგოვანია. ტაძარი შეიძლება ბევრია, მაგრამ ზოგიერთი მაინც განსაკუთრებული მადლის მატარებელია. მაგალითად როაიო ჩვენთან იგივე. სვეტი ცხოველი, ნომერი პირველი ტაძარია საქართველოს. სიონი როაიო. ჩემთვის აღმოჩენა იყო მაგალითად კახეთში აი მეკრესის ტაძარში რო შევედი რა. ხოლო მადლივი ბრძენი. ეს მადლი ევრამეზია დამოკიდებული. ადრე მაგალითად ტაძრებს აჩენებდნენ ხოლმე ხშირად გამომდინარე იქიდან, რომ მინიშნება ქონდა თუფლის. აი ამ ადგილას უნდა აშენებოდნენ. უნებრივია ეს ტაძარი რაღაცა კუთხით უკვე გამორჩეული იყო, იმიტომ რომ უფლის მინიშნებით ხდებოდა და ეხლა ისეთი დრო მოვიდა 21 საუკუნეა, რომ ტაძარს ხშირად აშენებენ იქ, სადაც ადგილი, თუნდაც თბილისში. ვინც მოდელია, იცის რომ საკმაოდად ძნელი ადგილის მოძიება და იქ რა მინიშნებაზე ლაპარაკი, თუ გამოჩნდა, თუ ვერიამ დაგემტკიცა, უკვე იწყებ ტაძრის აშენებას. მე ესე ვიტყოდი. არის მეორე მომენტიც. გამონათქვამია, რომ ადგილი კი არ განცმეთს ადამიანს, ადამიანი განცმეთს ადგილს. ანუ იმის დამიხედვით, თუ რამდენად ჯანსაღი სულიერი ცხოვრება მიდის ტაძარში, მადლით შესაბამისად გარდამოიდინება. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა. სამწუხაროდ მრევლი ას თუ იშვიათად აღნიშნავს ხოლმე, რომ დღეს 21 საუკუნეში მადლი საკმაოდ დიდი დეფიციტია. ეს კიდევ მეორე ცალკე სალაპარაკო თემა, უბრალოდ მაინც მინდა რაღაცნაირად აი ეს მომენტიც გამოვხო. რატომ არის ეს რით არის განპირობებული ცალკე სალაპარაკო თემა, რაც უკვე აღნიშნებდა, რასაც ხაზი გაუსვა. ასეა თუ ისე არის განსაკუთრებით მადლიანი ტაძარი და დაუბრუნდა ისე წმინდა ლაზარეს ტაძარს, აი რომ შედიხარ ეგ განსაკუთრებულ მადლს გრძნობ. და აი როგორც წმინდა ლაზარაზე ყვებიან, ის მას შემდეგ რაც მაცხოვარმა დროებით აღადგინა, არასოდეს არ იღიმებოდა, იცინოდა. მარტო ერთხელ გაიცინაო, დაინახა რომ ვიღაც იპარავსო თიხის ჭურჭელს. და თქვაო, რომ თიხაო, თიხას იპარავს. ანუ მიწისგან ჩვენ ვარ წარმოშობილი და თიხისგან აი ესე თიხას იპარავდა თიხის ჭურჭელს. თუ შეიძლება ასე ითქვას. სხეული მეტად ნატიფად არის აგებული და სხვადასხვა მოთხოვნებები აქვს. და ამათში მაინც გამოსაყოფია ორი ინსტინქტი მოთხოვნილება. ეს არის თვით შენარჩუნების და გვარის გამრავლების. მე ესე ვიტყოდი.
იგი აღჭურვილია სხვადასხვა შეგრძნებითი ორგანოებით. ჩვენ გვაქვს ხედველობა, გვესმის, გემოს გრძნობთ და ასე შემდეგ და ეს შეგრძნებები არა იწვევს ჩვენ ადაპტირებას გარემო სამყაროში. წარმოიდგინეთ თქვენ ხედველობა რო არ გქონდეს, რო არ გვესმოდეს, როგორ გართულდებოდა ჩვენი ყოფა რა. ესე ვთქვით, საკმარისად. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც აკლიათ ეს ყველაფერი. მეტად მძიმეა მათი ყოფა, მაგრამ მაინც ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება და ზოგჯერ ფიქრობ, რატო დაეშვა. არის ვიღაც ბრმა, ვიღაც ყრუმუნჯი. ესეც ცალკე სალაპარაკოთებაა. რო გავავრცო სხვა მართლობები წაგვიყავს, მაგრამ მაინც რამდენიმე დეტალს აღვნიშნო. კერძოდ რას, რომ ეკლესიური კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გონების, გულის დაცვას. გაიგულისხმებ. ჩვენი შეგრძნებითი ორგანოებიდან ბევრი სასტური შემოდის. რო ავიღოთ თანამედროვე დიდი გამოწვევა, მობილური, ტელევიზორი, კომპიუტერი. რამდენი კადრია იქ ცოდვის მიერია რა. ანუ მხედველობით. რამდენი კუთხით შეიძლება შეცოდოს ადამიანს. როდესაც სიბნელეა რაღაცა კუთხით კაცი დაცულია ამ თვალსაზრისით. წლების წინ მომიწია ყრუმუნჯებთან შეხვედრა და რო დავამთავრე, მერე ერთ-ერთს კითხვა დაუსვა, რომ შენი აზრით რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ღმერთმა ესე რატო დაუშვა. და ესეც საინტერესო პასუხი გამცა, რომ ალბათ მე რომ მეტყველების უნარი მქონოდა, ბევრს ვილაყბებდი და ფუჩს მეტყველებაში ჩავარდებოდი მოკლედ. ხო და უფალმა წოდოს ამარიდა. ან კიდე ისიც იყო, რომ ჩემი წინაპრები ამ თვალსაზრისით ცოდადნენ და რაღაცნაირად მეც დავისაჯეო ამ თვალსაზრისით. ასეა თუ ისე, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ადამიანი არის ყრუმუნჯი და წლები ხედავს სხვა ურთიერთობას ამყარებს მეორესთან, არ უჭირს, ესმის, მაინც როგორია, ამხელა პრობლემა და უნებრივია, რომ სვამს კითხვებს. რატომ დაიშვა? აი პასუხი იყო ესეთი. ასე რომ ზოგთან არის შეზღუდული შესაძლებლობები, შეგრძნებითი. თუმცა რომ მივყვეთ ქრისტიანულ ახსნას, ცოტათი კიდე განვავრცობ ამ თემას, აი მაგალითად მამა პაისი ათონელი, თანამედროვე დიდი წმინდანი ამბობს, რომ ღმერთი უსამართლო არ არისო. იმ სამყაროშიო, თუ ადამიანი დრტვინვის გარეშიო ატარებსო ამ მძიმე ჯვარს, თქვათ, ბრმის, ყრუს და ასე შემდეგ, აი იმ ყურისთვისო, რომელსაც არ ესმისო, იქაურ შემნახულ სალოროსშიო დიდი თანხა არისო გადადებულია. თანხა პირდაპირ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, უნდა გავიგოთ. ანუ იქ სეციური მისაგებელი იგულისხმება. ასეა თუ ისეა.
ჩვენი ცხოვრება ბევრ ფურცელს მოიცავს და შეუცნობელ არს კაცის გზა. ყველას თავისი ხვედრი აქვს. აი ეს შეგრძნებითი ხარე, რაც თქვი, საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ადაპტირება მოახდინოთ გარემო სამყაროში. მაგრამ არის კიდე სხვა მომენტები სხეულის. კერძოდ რა იგულისხმება, რომ სხეული დიდი ნაღმების მატარებელიც არის. ძალიან დიდი. ადამიანი საერთოდ უმადური არსება. დაზგულისხმო. აი. როდესაც კარგად ხარ, თქვათ, ვერ აფასებ, რომ გაქვს სიარულის უნარი. შეგიძლია ფეხზე დგომა. აბა ფეხი იდგინე. მიხვდები, ამხელა წყალობაა ეს. ძალიან დიდი. როცა სინათლე ქრება, მე ხვდები სინათლის დიდ მნიშვნელობას, როცა წყალი არ არის, გრძნობა საშინელება, უწყლობა. ანუ როცა განსასწრელი მოდის არა, განაკლისია რაღაცისა, მე ხვდები. ბევრი რამის მნიშვნელობას. მე ესე ვიტყოდი. და სხეული, როცა გამართულია არა, კიდევ მეორე, ბევრ რამეს ჩვენ ვერ ვაფასებთ. არის კიდე ერთი ცხოვრებისეული დეტალი. რომელზეც არ ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას და მინდა რომ ამასაც ხაზი გაუსვა. აი თითოეულ ჩვენთანაც უგრძნია ტკივილი. ფიზიკური, ან თავი გტკივა, ან კბილი გტკივა, ან კიდე რაღაცა. სხვა ორგანო სხეულის. ერა განცდა, რომ ოღონდ ეს ტკივილი დამთავრდეს, რომ სხვა არაფერი არ მაშინ აფასებ, თურმე რამხელა წყალობა უტკივილო ცხოვრება. ხშირად სრული დეზორგანიზაცია, აღარავინ აღარ გახსოვს. აღარ ჩენი თავი, აღარც ახლობლები. ხშირად აღარც უზენაეს. იმიტომ რომ ეს მძაფრი ტკივილი გაწუხებს. ასე რომ აი ეს ნაღმი ჩვენ სხეულში არის ჩადებული. დიდი ძალიან. სხვათა შორის, აი როდესაც სული ამოდის სხეულიდან, აი ვინც ნახა ის სამყარო და არის ხალხი, რომლების გარკვეულს ეზიარდნენ იმ სამყაროს და სიკვდილს. მე ესე ვიტყოდი. ერთი საინტერესო დეტალი იჩენს ხოლმე თავს, რომ სიმშვიდეს რაღაც დიდი მარწუხებისგან განთავისუფლებას გრძნობს ადამიანი. და რო კითხო, ვინც ნახა ის სამყარო, თითქმის არავის აღარ უნდა აკიდაბრუნებდეს სხეულში, მათ შორის. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ რაღა ძალიან გტკივა, ძალიან გაწუხებს და უცებ ეს ტკივილი მოიხსნა. უცებ განთავისუფლდი იმისგან, რაც დიდი ტკივილის მომტანია. ხო, გამხელაშობა იქნება. ჩვენ ვინც ჯერ კიდე დედამიწაზე ვართ, ამას ბოლომდე ვერ გავიგებთ, მაგრამ სულად ლოგიკურია რა ეს ყველაფერი. და ვინც ნახა ის სამყარო და ვინც თანაც სული ამოვიდა სხეულიდან, მათ შორის აი ეს ხარეც ფიქსირდება. წარმოიდგინეთ თქვენ და ესეც ძალიან
მე რომ გითხო მნიშვნელოვანი საინტერესო დეტალი. ასე რომ სხეულთან მიმართებით ბევრი ნიუანსია და კიდევ მეორე ჩვენ სხეულში ბევრი ნაღმიც არის ჩადებული. საერთოდ ერთ-ერთი ჩვენი ჭუის გამოხატულება რა არის, რომ მოვუაროთ სხეულს. აი ვისა ჯანმრთელობის პრობლემა ექნება რა. ერული გამონათქვამებია ძალიან ცხოვრებისეული. ერთი ხელოსანი დადიოდა ჩვენთან და უკეთებდა ხოლმე რაღაცა ელექტრობა პუჭდებოდა და აი ბაკი კათბობის და ერთხელაც რომ მოვიდა და გააკეთა და წასვლას აპირებდა ესეთი ფრაზა თქვა რომ თურმე ჯანმრთელობის მეტი არაფერი არ უნდა ინათლოსო გაცმა. მეორე აღარ მოვიდა, მალევე გარდაიცვალა. ანუ ჯანმრთელობა აღმოხდება ხოლმე ადამიანს. და ეს არის ძალიან ბუნებრივი. ჯანმრთელობა და მშვიდობა. როცა ახალგაზრდა ვიყავი და სუფრაზე მოხვდებოდი ხოლმე, არის სადღეგრძელო მშვიდობის და ამბობენ რომ აი გურულების მოგონილიაო და მიფიქრია რომ მოცლიათ გურულებს. სადღეგრძელო დაილია რომ მშვიდობის სადღეგრძელო დარბი. აი როდესაც იყო 2008 წლის ომი, კერძოდ როდესაც შემოვიდა ეს მეზობელი სახელმწიფოს ჯარი და უკვე თბილისამდე დიდი მანძილი არ იყო დარჩენილი არა. აი შევიგრძენი რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. ყველაფერი მოშლილი. არაფერი არ ფუნქციონირებს. ცხოვრება კვდება. ამას შვეიცარიელი ვერ შეიგრძნობს და ფრანგი, იმიტომ რომ არ არის მათთან ეს ვითარება, მაგრამ ალბათ მიხართ იმისა, რომ ძალიან მწარია და მძიმეა გადასატანად. ალბათ ესეც უნდა ნახო, იმიტომ რომ სანამ არ ნახა ბოლომდე ამას ვერ დააფასებ და ვერ შეიგრძნობ მშვიდობის არსს. ჯანმრთელობაც უნდა რაღაცა კუთხით უნდა შეერყოს, რომ დააფასო ჯანმრთელობა. რაც გითხარით, ადამიანი ეგრე არის მოწყობილი. რაღაცა არის, ვერ ვაფასებთ. პრობლემა იქნება, მერე სხვანაირად უყურებ. თუმცა ეს პრობლემა რომ რაღაცა კუთხით მოგვარდება, მერე მაინც ხშირად ისე ცერცეტულად უყურებთ აი ყველაფერს რაც უფალმა მოგცა ჩვენ. სხეულს უნდა მოუფრთხილდეთ. წმინდა სებასტიან ყარაგანდელი იყო თანამედროვე წმინდანია. გასული საუკუნის მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გარდაიცვალა და ის ამბობდა რომ გაუფრთხილდითო ჯანმრთელობას. ის ღვთის დიდი საჩუქარია. და მისი ბოროტად გამოყენება არის ცოდვა. საერთოდ აი რასაც ცხოვრება გასწავლის ძალიან დიდი სიბრძნის მატარებელია. როცა ასაკი წლები გემატება. აი რას გზნობ ვიცი რომ ყველაფერი წინ ხდება მე უკვე ასაკთან ერთად. თუ ზედმეტი სასმელი მიიღე ახალგაზრდობაში, ზედმეტი ბოწიე, კიდე სხვა უნებებს აღევი. წინ ხდება. ახალგაზრდობაში ამას ვერ ხდები, ვერ გზნობ, მაგრამ
მერე ბუმერანგივით გიბრუნდება. ესეც გამოსაყოფია და მეტად საინტერესო განუზომიერება ესე ვიტყოდე, ასე რომ ჩვენ ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდეთ. უკვე ახალგაზრდობაში უნდა ემზადო სიბერისთვის. და შემდგომ წლები ამას გიგვეთავს. კი, იმის მიღმა, რა თქმა უნდა, უფლის დაშვება, უფლის ნება ჩვენ რა პრობლემა შეგვექმნება ესა თუ ის. ზოგჯერ რაც არ უნდა მოუფრთხილდე შენ თავს მაინც ავადმყოფობები გეწვევა, სამუშში ვკითხულობთ, რომ კაცის დღე არისო 70, ხოლო უკეთ უძლიერებასა შინა 80 წელი და უმრავლესი მათგანი შრომა და სამბობა. სამბობა არის ავადმყოფობა. ანუ ჩვენი ყოფა ეს არის. ვერ ავწდებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ამასთან ერთად ჩვენ სხეულს უნდა მოვუაროთ და უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ცოტა გამიგრძელდა სხეულის შესახებ საუბარი, მაგრამ რაღაც თემას რო წიწამოწევ, არა მე არ გინდა რომ მარტო ამით შემოიფიქრო და რაღაცა გარკვეულ გადასვლებს აკეთებ ამ თუ იმ მიმართულებით. სხეული, აი რაც თქვი, ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი მხარე ჩვენი ადამიანური არსების. მეორე მხარე ეს არის სამშვიდობო. რას გულისხმობს სამშვიდობო? სამშვიდობო არის სულის ერთ-ერთი ნაწილი. ადამიანს თან მოიცემა აზრები, გრძნობები, სურვილები. თვითონ აი ეს ფსიქიკური განცდები ჩვენი ძალიან მრავალსახოვანია. ვიღაცის შეგშურდება, ვიღაცაზე გავბრაზდებით. იქ სახში რაღაც გაფუჭდება, თქვათ, ონკანი, კლიტე, ფიქრობთ ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ. იქ ავად გავხდით, ნებსია გასაკეთებელი, ნების ყובה უნდა დავწობოთ, რომ არ სიამოვნებს ხო კაც ნებსის გაკეთება. თუმცა პარადოქსიც შეიძლება წამოვიდეს. ერთი პერიოდი წამალდამოკვირდებლებთან მქონდა ურთიერთობა და ესეთი საინტერესო რამ გავიგონე ამ პრობლემის ადამიანისგან, რომ ზოგჯერ ნებსის გაკეთება მენატრებაო წარმოიდგინეთ. არ იყო ლაპარაკი ნარკოტიკზე, რომელიც სიამოვნების პონტან ნებსის ჩხვლეტა, როგორ შეიძლება კაცს მოენატროს. მასთან იყო ეს. ასე რომ რას არ გაიგებ მოკლედ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ მაინც წაბავთ არა ჩვენ ნების ყოფას, ზოგჯერ უსიამოვნოა, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება. ანუ ძალიან მრავალგვარია ესა თუ ის განცდა, რომელიც შემოდის ადამიანის არსებაში. და ამ ყველაფერს განაპირობებს სამშვიდობო. იმ განცდების მოცემას, რომელსაც აქვს უფრო მიწიერი მიმართულება. აი ეს სამშვიდობო გააჩნია ცხოველსაც. ძაღლს უხარია პატრონი რომ მოდის კუცაკ იცინებს არა. იყო ესეთი მეცნიერი კელერი. ჩვენ როდესაც აი ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდით აზროვნებას, ერთ-ერთ განხრას ფსიქიკური პროცესების,
მახსოვს მის ექსპერიმენტებს გვაცნობდნენ, რომელიც ტარდებოდა მაიმუნებს. ერთი ესეთი ცდაა, რომ მაიმუნი არის გალიაში და გალის გვერდით კედელზე არის 5 მიმდგარი. და ის ზემოთ ჭერზე კიდებენ ბანანს. და მაიმუნის პირველი რეაქცია რა არის, რომ მიწუდეს, ახტეს და მიწუდეს ამ ბანანს, ჩამოწყვიტოს. მართლაც ახტა, მოიდომა ჩამოწყვეტა, მაგრამ ვერ მიწვა. კიდე ახტა, კიდე ვერ მიწვა და მე რაღაც შენელებული მოძრაობები ფიქსირდება მასთან, რომ ახედა, მაგრამ აღარ ხდება. გადი გამოდის. და ამ ბანანს მე დაუმატეს პორტოხლის ნაჭერი და უცებ მაიმუნმა რა გააკეთა, რომ მოიტანა ეს 5, შედგა ამ 5-ზე და ჩამოglida ეს ბანანი. უკვე არის გონიერი ქცევა. აზროვნების გამოვლინება. ეხლა შეზღუდულია მისი აზროვნება, იმიტომ რომ იქ რო 5 არ ყოფილიყო, მაიმუნი ვერ მოიფიქრებდა, რომ საიდანღაც მოეტანა, მაგრამ მის თვალსაჩინოში იყო 5, მოიტანა და ჩამოglida ეს ბანანი. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ ცხოველებთანაც აზროვნებითი გამოვლინება შეიმჩნევა ემოციები. თუმცა არის ნებისყოფის უნარი. როდესაც ზაღლი ავათხდება და წამალი უნდა გადააყლაპო, მწარე არა, არის ეგეთი ჩვევა, რომ აი კამფეტში უდებენ ხოლმე და ისე აყლაპენ. იმიტომ რომ ვერ აიძულებ არა მას. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა ბოლომდე ნებისყოფის გამოვლენაზე არაა საუბარი, მაგრამ როცა ძაღლს წვრთნი, მაგალითად ჩვენ სოფელში ერთი ძაღლი ყავდა, მისი უშუალო პატრონი ამბობდა, რომ აი რომ დადებო სუფრაზეო საჭმელს არ მიეკარებაო, რაც არ უნდა შიოდეს. წარმოიდგინეთ. მაგრამ ძირითადად მასი ძაღლებისა დაინახავს იქ ქათამს და სულ არ აწუხებს არა იქ სინდისის კეჭნა და ასე და ასე შემდეგ. სამშვილელი განაპირობებს განცდებს, რომელიც მიწიერი მიმართულებით არის დასმული. უფრო გასაგები რო იყოს. რას გულისხმობ? აი ერთია რომ მე ნებისყოფად დავძაბო და მარხვა შევინახო. სასუპეველიც ისა იძულების არის ცნობილი გამონათქვა. ხშირად ლოცვა ეზარება ადამიანს, და უნდა იძულოს საკუთარი თვალ. და ჩემთან რომ მოდიან ხოლმე რამდენჯერ მithქვამს, ლოცვა რო ყოველთვის სახალისო იყოს, მაშინ ლოცვა დავაგდები. უნდა იძულოს შემოდი. იშვიათად მინახავს მე ადამიანი, რომელსაც ლოცვა ატკბებს. აი რამდენიმე კაცი ვიცი, რომ მე დავითნე მახსოვს მეუბნებოდა, რომ ყოველდღე მსახურობო და დილის მოსვლა მიხარიაო, იმიტომ რომ მსახურებას შეუდგებიო და ყოველ დღე ახალ წმინდანს ვეხებიო. მაგრამ 21 საუკუნეა. ბევრი როგორ არის, რომ ერთი სულიად ლოცვას როდის დაამთავრებს. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა. ეხლა ბევრი ნიუანსია, ამაზე საუბარი ჩორს წაგვიტანს. ერთი არის მე რომ თქვათ წამალს მომწარეს, ან რაღაც პროცედურას ვიტარებ სამედიცინოს და ვიცი რომ ეს სჭირდება და მეორე როდესაც ღმერთთან ურთიერთობის გამო ვძაბავ ჩემ ნებისყოფას. ერთია რომ შევდიო თქვათ
მუზეუმში ნახატებს ვათვალიერებ და მეორეა, როდესაც შევდივარ ტაძარში, უყურებ ხატებს, ფრესკებს. აქ ღმერთთან ამაქვს საქმე და იქ მაინც ჩვეულებრივ ერულ მხატვრობასთან. მე ესე ვიტყოდი. ასე რომ, აი ჩვენი განცდები შეიძლება სხვადასხვა კუთხით იყოს მიმართული, მიწიერისკენ ან ზეციერისკენ. რაც შეეხება ზეციერს, ეს მხოლოდ ადამიანთან ხდება ეს. ცხოველთან არ ხდება, ხა ძაღლის ულარ ფიქრობს, რომ უზენაესი არსებობს და მისთვის ათნოთი ცხოვრობს, კატა იქ. თუმცა აიც ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გამოცანაა. მე მახსარდება ერთი გარდამოცემა. თქვენი ფსალმუნი, არა, ძალიან დიდი წიგნი. წინასწარმეტყველი დავითის. და არის ესეთი გარდამოცემა, რომ როდესაც მეფე დავითიო აი ამ თავის ფსალმუნს წერდაო, მას ბაყაყის ყიყინი უშლიდაო ხელს. და უბრძანაო, რომ თავის ხელქვეითებს რო წასულიყვნენ ისინიო და ის ჭაობიო ამოეშროთა და ბაყაყი განედევნა იმ ადგილიდან და აკეთესო ეს და მერე ერთხელაცო ეს ბაყაყი დახვდაო თავის მაგიდას და უთხრაო ბაყაყმაო, რომ აი როგორც მე არ დამანებეო ღვთის განდიდებაო, ისე მე არ დაგანებებო შენო უზენაესის მსახურებას. ნუ ესეთი გარდამოცემა არსებობს. იქ ჩიტები რო ჭიკჭიკებენ. ჩვენთვის ჩიტები ჭიკჭიკია, მაგრამ ვიცით, შეიძლება ისე განადიდებენ უბრალოდ ჩვენ ვარც. ვერც წარმოგიდგენია. ნუ ბევრი რამე არის დაფარული, მაგრამ ასეა თუ ისეა რა, მაინც შეგნებული ურთიერთობა ღმერთთან არის გაცდა. ესე ვიტყოდი. სამშვენელი. სამშვენელის ძირითადი მოთხოვნილები რა არის, რომ ადამიანს გააჩნია სურვილი დაიკმაყოფილოს შემეცნების, გრძნობითი, ნებელობითი მოთხოვნილებები. ადამიანს სურს შეიძინოს ცოდნა და განიცადოს სხვადასხვა გრძნობა. აი, სამშვენელი ესე რაღაცნაირად წარმოისახება ჩვენთან. ბევრმა არ იცის მაინც სამშვენელსა და აი სულს შორის რა განსხვავებაა, მაგრამ შევეცადე მარტივად უბრალოენით რაღაცნაირად ამეხსნა ეს ყველა. და გადავიდეთ მესამე ნაწილზე, სულზე, რომელიც უკვე განაპირობებს ჩვენ შეგნებულ რელიგიურ ცხოვრებას, ურთიერთობას ღმერთთან. ეს, როგორც უკვე აღნიშნე, მხოლოდ ესონარი ადამიანთან ხდება. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, რომ შენსკენ სწრაფით შექმნიო ჩვენი არსებაო და შფოთავსო იგიო
სანა შენი მეუხებით არ დამშვიდდება. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ როდესაც სწორად ვითარდება კაცი არა, იგი არ კმაყოფილდება მიწიერით. მას დიდი მოთხოვნილება აქვს, რომ შეეხოს ზეცას, ესე ვიტყოდი. მერთან დაამყაროს ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარე არის ჩვენი არსების. თვითონ აი სულთან მიმართებით, ეკლესიური გაგებით იმ ნაწილს რაც შეეხება, რომელიც განაპირობებს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, რამდენიმე მხარე გამოიყოფა. ეს არის შიში ღვთისა, ეს არის სინდისი და ეს არის წყურვილი უფლის მოძიების. მინდა რომ თითოეულ მათგანზე შევჩერდე. შიში ღვთისა. ძალიან საინტერესო ფენომენია. შიში ღვთის. ეს არ არის იცით შიში ჩვეულებრივი გაგებით. ჩვენ ხო შიში გვახასიათებს და ხშირად მეტად არასიემოვნო შეგრძნებები არის მასთან დაკავშირებით. ვიღაცას აქვს დახურული სივრცის შიში. ვიღაცას ეშინია მეტროში ჩასვლის. ვიღაცას ეშინია რომელიღაც წელის, ვიღაცას თაგვის. არ ვლაპარაკობ უკვე ავადმყოფობის შიშზე. საერთოდ ყველა შიშის მიღმა დგას სიკვდილის შიში. და იოსებ ვადოპედელი თანამედროვე წმინდანი ამბობდა, რომ ვინც აღაღორძინა ვადოპედის მონასტერი ათონის ტაძარი, ერთ-ერთ ყველა ცნობილ მონასტრად ითვლება ახლა, ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი არის სიკვდილის დამარხება, სიკვდილის შიშის. წარმოიდგინეთ. საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი სტრესი არის მაინც ეს სიკვდილთან შეხვედრა. თვითონ შიში რა ფენომენია, ესე ცალკე სალაპარაკო თემა. ამაზეც დიდხანს არ შევჩერდები. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება. იმიტომ რომ გვეშინია გაციების, ამიტომაც ვიფუთნებით არა, რომ პრობლემა არ შეგვექმნას მერე ჯანმრთელობის. როდესაც თაში ვართ კლებზე, რომ მოძრაობთ გვეშინი არ ჩავარდნეთ, ამიტომაც ფრთხილად ვართ, ასე რომ შიშ თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვაა. მაგრამ შეიძლება ეს შიში გადაიქცეს პანიკურ შიშად უკვე. და თქვენ იცით პანიკური შიში უკვე რა დეზორგანიზაციას იწვევს ადამიანში. და იქ ხშირად სხვათა შორის ამ პანიკური შიშის უკან დგას ეშმაკი. ის საწინააღმდეგო ძალა, ის არ მოდის ცხოვრებისეულით. აი, როდესაც რაღაცის გამძაფრებასთან გვაქვს საქმე, აი ეს ზავა არის ჩართული. ესეც ცალკე სალაპარაკო თემა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური მოწინააღმდეგე ადამიანის არის ღვთის საწინააღმდეგო ძალა და დამხმარე უფალო ზენაის. და მათ შორის ბევრი შიშის უკან დგას ბოროტი ძალა. ამიტომაც ჩვენ ურჩევთ ხოლმე შიში რო შემოდის, თქვათ იესოს ლოცვა დაიწყოს, აღსარებაში თქვას, აი ეს შიშის ნიუანსები. ანუ სულიერი კუთხითაც დაუპირისპირდეს მას, თუმცა შიშთან გამკლავება ეს ხელოვნება და კიდევ ბევრი ნიუანს მოიცავს, მათ შორის ფსიქოლოგიურს, რომელზე საუბარიც უკვე აღნიშნე შორსაბუთს. აი შიში ღვთისა
ეს არ არის ესეთი უბრალო შიში ჩვენ რო ვახასიათებს ეს უფრო სხვა შიში აი მე როგორ წარმომისახე იცი დაახლოებით ყველაფერთან ერთად აი ყოფილ ხართ არა ზღვაზე ამდღარ ხართ ნაპირზე და გადაშლილია უკიდეგანო ეს წყლის მასა რა და რა შეგრძნება აი როგორი პატარა ხარ არაფერი არ ახარ აი ამ ტალღებმა რო წაგიღოს ნამცეციც არ ახარ ჩაიკარგები ამ წყლის ოკეანეში როგორი გრანდიოზულია ეს სამყარო და შენ კიდე როგორი არაფერი არ ახარ ან თებში რომ მიაბიჯებ არა წამართუა ეს კლდეები და ეს თევრი და იქაც საკუთარი სიპატარები შეგრძნება საერთოდ როგორი გრანდიოზულია ეს სამყარო და პატარები ვარ ჩვენ ნამცეციც კი არ ახარ შიში ღვთისა კიდე რა საინტერესო მხარე შეიძლება გამოიყოს დიდი შემაკავებელი მექანიზმია ეს ჩვენთან მიმართებით ადამიანი ისე მოწყობილი რომ ხშირად თეორიულად ვერ სწავლობს რას გულისხმობ ცოდვას აქვს მიმზიდველი მაგიპნოტიზირებული ხასიათი დემონური სიტყვება ახასიათებს ამიტომაც შეიძლება იცი თეორიულად რომ ავნებელია სულიერად არ არის გამართული მაგრამ მაინც ეძალება იცი რომ ტკბილი გავნებს მით უმეტეს ასაკში რომ შედიხარ და ვისაც დიაბეტისკენ აქვს მიდრეკილება უკვე სცენია იზიდავს მაგრამ სანამ შიში არ შემოდის რომ კიდევ უფრო გაიმრუდებ შენ ჯანმრთელობას ვერ ჩერდები შიში აი როდესაც არის ახლა მაგალითად რეალობას თვალი გავუსწოროთ ცოტა ისეთი უხერხული თემაა მაგრამ მაინც მინდა რომ ამას ხაზი გაუსვა აი თქვა დაცემები ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი ადამიანის რა არის განსაკუთრებით ახალგაზრდა თქვა რუსული დაცემები სიძვით ვინცი გულის თქვენ რამდენისგან გამიგონია რომ მოხდა მივეცი გაქანების საშუალებას გრძნობ უფალი როგორ მშორდებ როგორ ხელი არაფერში არ მიმართებ მოდის სასჯელებით მე აი პირდაპირ გეუბნებით ვეუბნები აი თქვა გამოსდა ჩასაფარებელი რაღაცა საპასუხისმგებლო ნაბიჯია გადასადგმელი ხელი გინდა რომ მოგემართოს ვეუბნები ახლა მაგალითად შენ თუ იქ წინა საღამოს ჩართე ტელევიზორი და რაღაცა ისეთ ფილმებს უყურე თქვა ბილწი კადრებით ან კიდე სისასტიკის გამოვლენებით იქ საშინელებათა ფილმს არა შენ თუ გამოხვედი წყობიდან დაახურე თავზე ყველაფერი შენ ახლობას ხელი მოგემართება ყველა გრძნობს უფლის მიერ სასჯელს როდესაც არასწორად იქცევა და საინტერესო რა არის აი როდესაც შეიგრძნობ მე ხშირ შემთხვევაში გეშინია რაღაცის გაკეთება იმიტომ რომ იცი რომ ამას გართულება მოყვება და მანამდე სანამ შიში არ არის არა აძლევს შენ თავს გაქანების საშუალებას თერიქ სისუსტეებს ადამიანი ასწორებს აქედან გამომდინარე იმიტომ რომ გრძნობს უფლის დაჯის მომენტს და ეშინა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ასე რომ უფლის შიშს აქვს დიდი დატვირთვა და ძალიან ცხოვრებისო ჩვენი გამომასწორებელი მე ესე ვიტყვი კიდე ერთი
გამოვლინება შიშის, რომელიც ძალიან რთული სალაპარაკო თემაა, პირდაპირ უნდა გითხრათ. ეს არის რა იცით, რომ არის გამონათქვამი ქართული, რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილი. ეხლა მშობელი გამიგებს, აი როდესაც ბავშვი ავად ხდება. არც თუ იშვიათად ადამიანი იწყებს ფიქრს, ჩემი ცოდვების, ჩემი შესწავლების გამო ხარ დავისაჯე. ბავშვი გადახარ გადავიდა ეს ჩემი სასჯელი. აი ეს წმინდა სებასტიან ყარაგანდელი მე ახსენ რას წერდა იცით რომ რატომ არის რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება იტანჯება ამათყოფობას, განიცდის წუხარებას, ცხენას და ასე შემდეგ. მშობელთა და წინაპართა გამო. ეს წამებულები თითქოს ცოცხალი მსხვერპლია წინათაობების ცოდვათა გამოსასყიდად. როდესაც ადამიანი ინათლება, როგორც ეკლესია გვეუბნება, ყველა ცოდვისგან თავისუფლდება, უკვე ჩადენილი. და წინაპრული ცოდვებისგანაც წარმოიდგინეთ. ჩვენ ყველა რაღაცა კუთხით ვისჯებით არა ადამიანის ცოდვის გამო, რომ შეჭამა ის ვაშლი. ცალსახა ამაზე ეჭვის შეტანა არ შეიძლება რომ ბავშვებს წინ ხდებათ ხოლმე მშობლების შეცდომა. კერძოდ რას გულისხმობ? აი, ჩემი ნაცნობი ძველი მახსოვს 9 თვე მოცლა დატარა ბავშვი და სიგარეს თავი ვერ დაანებდა. ეხლა ბავშვს რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობის, ეს ხო მშობლის ბრალია რა. ჩვენ ვიტანჯებით ჩვენი მშობლების შეცდომებისგან. როდესაც არის ოჯახში ძალადობრივი გარემო. არის ეგეთი გამონათქვამი. ძალადობის სხვერპლი თვითონ ხდება მოძალად. ანუ ჩვენ ხელს უწყობთ, არა, ბავშვების არასწორ განვითარებას. შვილები იტანჯებიან მშობლების ცოდვების გამო. ეს არის ცალსახა. რეპუტაცია რო ავიღოთ. გოგო უნდა გათხოვდეს და გებულობენ ამ ბიჭის ოჯახში, რომ იმის შვილია. და მამამისი შეიძლება არის ქურდი, ხალმრუდი. როგორ გავაყოლო? როგორ მოვაყვანინო ჩემ შვილს ის ცოლად ესეთ ოჯახის პირობებში. დაიტანჯა ხო? ეს ხო ძალიან ცხოვრებისეული მაგალითებია. ანუ რა მინდა მე ვთქვა? ის მინდა ვთქვა, რომ შვილები ცალსახად ისჯებიან მშობლების არასწორი ცხოვრების გამო. ეხლა სხვა არის ის მომენტი, რომ მე თუ მაგალითად სახლი გავქურდე, კაცი მოვკალი და წავდექი უფლის წინაშე. ჩემი შვილი წარდგა უпростоრად უფლის წინაშე. არასამართლიანია, რომ იმის გამო, რომ მე ეს გავაკეთო, ჩემ შვილს მოკითხოს, ხო? მერტი მაშინ უსამართლო გამოდის. მაგრამ კიდევ მეორე, მთელი ჩვენი ცხოვრება რას გვიჩვენებს, რომ ჩვენი შთამომავლობა ისჯება ჩვენი რაღაცა შეცდომების, ცოდვების გამო. ამაში ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს, იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან კარგი მაგალითი ყოველივე ამის, მე ესე ვიტყვით.
არის ესეთი ძალიან საინტერესო დეტალი კიდე. როდესაც მე რაღაც ნაკლოვანებას ვაძლევ გაქანების საშუალებას, მიდრეკილებას უძლიერებ ჩემ შთამომავლობას. კერძოდ, სხვათა შორის აქ გადასვლები მაქვს. ვიტყვი, რომ აი რატომ არის განგითხვა უმედური საქმე ყველაფერთან ერთად. მომყავს ხშირად, აი თქვათ, ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის მაგალითი, აი რუსების. მიდრეკილები არიან არყის მისკენ. ბაბუის ბაბუა სვამდა, ბაბუის მამა სვამდა. მამა სვამდა. გასაკვირია, რომ შვილი მიდრეკილი იყოს, რომ არყისგან სლაფო გაუჩნდეს. მაგრამ მეორეა, რომ ისეთ ვითარებაში ცხოვრობენ ისინი. ციმბირში, სიცივეში, რომ იქ არ აქვს სხვანაირად გთხოვს ორგანიზმი. შეიძლება ქართველები რომ ყოფილიყო მათ ადგილას, ისინი უფრო გალათებულიყო. იმიტომ რომ ყველაფერში ნიჭიერები ვართ. მაგრამ ეს გამოიკვეთა, ხო? სადაც ძალადობრივი გარემოა, სადაც რისხანებას ეძლევა გაქანების საშუალება ოჯახში არა. დიდი შანსია, რომ შვილებიც ესეთი აგრესიულები გამოვიდნენ არა. ანუ წინაპრებმა უბიძგეს იმისკენ, რომ ესა თუ ის სისუსტე გამოვლენილი. ეს ძალიან რთული სალაპარაკო თემაა. ბიბლიაში ხვდებით ესეთ ძალიან რთულად ნელად გასაგებ ადგილს. კერძოდ, აი გამოსვლათა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ. მოსე შეღაღადებს ღმერთს, რომ მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში. ეს კიდევ მეორე ძალიან რთული საკითხია. პირადად მე ესე მესმის, რომ რა თქმა უნდა, მე რო დავაშავებ, უფალი ამ ჩემი დაშავების გამო ჩემ შვილს არ მოკითხავს, ჩემ ქურდობას, ყაჩაღობას, კიდე რაღაც სხვა მამაძაღლობას, მაგრამ კიდევ მეორე შვილები ცალსახაა იტანჯებიან და ისჯებიან მშობლების შესწავლების გამო და ეს არის ჩვენში მოცემული. ძალიან საინტერესო აი სიტყვები აქვს ნიკოლოს სერბიარი თანამედროვე წმინდანი ესეთი. აი კერძოდ რას ამბობს, იცით რომ ეკითხებიან, რომ რატო ებნებიან ბავშვები მშობელთა გამო. აი რას პასუხობს. მას სხვაგვარად, როგორ ჩაუნერგოს უფალმა შიში ცოდვის ჩადენის კაცს, თუ კი ცოდვათა დანაშაულს მათ შვილებს არ მოჰკითხავს. ჩვენი ხალხი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ შვილები მშობელთა გამო იბნებიან. წარმოიდგინეთ. ეს არის ცნობილი მაგალითები. აი ვინც კომუნისტურ პერიოდში ტაძრები დაანგრია. მთელი შთამომავლობა გაუბიტურდა. ბევრი ფაქტია ამის რა. მე ესე ვიტყოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ შენი წინაპრები წოდვილები არიან, შენც აუცილებლად გზა გაგიმრუდდება. კერძოდ აი საინტერესო შემთხვევა ესეთი წმინდა ფანურიოსი იყო, აი რომლის დედა იყო ესეთი ზნეშებღალული ხალი. ეს გახდა წმინდა. პირიქით, აი მე რომ გითხოთ არა, აი ეს სამყარო ისე აგებული, რომ როდესაც ადამიანს რაღაც დიდი ძალისხმევის გამოჩენა უწევს, გარკვეული მიმართულებით, იქ სხვა მადლი მოდის. კერძოდ, რაც გულისხმობ მე. მე თუ გენეტიკური მიდრეკილება მაქვს, აი თქვათ წყობიდან გამოსვლისკენ, აგრესიისკენ და საკუთარ თავს თოკავ და ვცდილობ რომ უფრო მშვიდი გავხდე არა, იქ სხვა მადლი მეძლევა. იმასთან შედარებით, ვინც თქვათ
გაიზარდა, თქვათ ეკლესიურ გარემოში, სადაც სიმშვიდე იყო, სადაც არ იყო აგრესიის გამოვლინებები და ასე და ასე შემდეგ. ანუ თუ მეტი მუშაობა მჭირდება მე საკუთარ თავზე, თუნდაც გენეტიკური მიდრეკილების გამო და აი ამას ვძლებ, მადლი სხვანაირი შემოდის. საერთოდ სამყაროში არის ეს კანონი. იმის და მიხედვით მე რა ძალისხმევას ვიჩენა რა, უფალი სხვა და სხვანაირად გაჯილდოვებს. ასე რომ არის ეგეთი გამონათქვამი, არ არის ცუდი კარგის გარეშე. წარმოედგინეთ თქვენ, შეიძლება მე მქონდეს არასახარბიელო წინაპრული დატვირთვა, მაგრამ რომ მოვდივარ ეკლესიაში, მუშაობ საკუთარ თავზე სათნოებებს გამოიმუშავებ, არა იქ სხვა მადლი შემოდის უკვე ჩემთან. აი ამაზეც მინდოდა რაღაცნაირად ყურადღება გამონახულები. დაგვრჩა 2 და ეს არის სინდისი. და წყურვილი უფლის მოძიების. სინდისი ეს არის ღვთის ხმა ადამიანთან. სინდისი გვეუბნება რა არის გამართლებული, რა არის გამომართლებელი. უფალს რა მოსწონს, რა არ მოსწონს. და ესა ვიტყოდი, რომ ეს ისეთი ფენომენია, რომელიც შეიძლება მინავდეს ჩვენში. იმის დამიხედვით, სწორად ცხოვრებ თუ არა. აი რა ვიღოთ მაგალითად პროფესიონალი მკვლევარი, კილერი. ის თუ შეულებრივია, მოკლავს კაცსავა იქ. დაჭდება რესტორანში და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ შემდგომში არა ისიც შეიძლება მობრუნდეს ისე ღმერთისკენ და გაეღვიძოს სინდისის ხმა. ყოფილან წმინდანები მაგალითად კვლელები, ყაჩაღები, მე დიდი წმინდანები ვნახავ. მარიამ ეგვიპტელი ცნობილი მეძავე იყო და საოცარი წმინდანი გახდა. ასე რომ სინდისი ეს არის ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც შეიძლება მინავრდეს. და მე ესე ვიტყოდი, რომ იყო მაგალითად პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც სინდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. აი, ვინც უფროსი თაობა საშუალო, ის მოესწრო საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი რა სახელმწიფო იყო. ეხლა თანამედროვე ახალგაზრდები ვერც კი წარმოიდგენენ, მაგრამ ძალიან ცოტა ეკლესია რო ყოფილიყო გახსნილი. სასულიერებელი ძალიან ცოტანი იყო. ძალიან ცოტას რო ბიბლია წაეკითხა, ძალიან ცოტა იყო სასულიერო ლიტერატურა. და ასე და ასე შემდეგ. ფაქტიურად იყო ათეისტური სახელმწიფო. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შეადარო დღევანდელ დროს, არა, მორალი მაშინ უფრო მაღალ დონეზე იდგა. აბას ბევრი მიზეზი აქვს და ამაზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთი გამაპირობებელი, აი, მორალური სახის იყო სინდისი, იმიტომ რომ სინდისი მაშინაც ქეჯნიდათ სინდისი ადამიანებს და სხვა კრიტერიუმები იყო ეს, რომელიც განაპირობებდა, რომ შეენარჩუნებულა ვინა კაცს ზნეობრივი სახე. აი სინდისი რაც გითხარით შეიძლება მინავრდეს, მაგრამ მერე ისევ სინდისის ხმა შემოვიდეს ადამიანის არსებაში. საერთოდ რაღაცა კუთხით კაცი ცხოველს ემსგავსება. მე მახსენდება ერთი შემთხვევა 90-იანი წლებია და აფხაზეთის ომია და მაშინ ერთ-ერთ ცენტრში ფსიქოლოგიური დახმარების ფსიქოლოგად მუშაობდი და გვიწევდა ხოლმე სამართყოფელში სიარული დაჭრილ ბრძოლებს ვესაუბრებდით ხოლმე. იქიდან რო ჩამოყავდათ აფხაზეთიდან და მახსოვს ერთ-ერთის გამონათქვამი, რომ ომი რა არის, ვიცი, აი პირველად რომ მოკლავ ადამიანს, ძალიან დიდი განცდების მატარებელი არისო და
მე ვიგეჩო თითქოს კაცი თითქოს წიწილას წააწყვიტო თავი. აი როგორ ადამიანი მოწყობილი. ამიტომაც არის რომ ომში ვინც მიდიოდა ადრე ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ ეს კულტურა რომ ისინი ხშირად ამბობდნენ აღსარებას ეზიარებოდნენ. არის კიდე აი რომ ჩამოდიან ომიდან არა. ომის შემდგომი გართულებები ფსიქოლოგიური რაღაცა ისეთი დიდი სიზმრელეები იწევს წინ. ასეა თუ ისეა ასე არის ადამიანი მოწყობილი რომ სინდისი მასთან მოიცემა, მაგრამ შეიძლება ძალიან მინავრდეს ეს უფლის ხმა. და კიდე ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ამით დავხურავ მიმდინარე თემას. სინდისი შეიძლება გადაიქცეს იარაღად ბოროტის ხელში. რას გულისხმობ? აი, როდესაც ადამიანი შეცდომას დაუშვებს, ცოდვას ჩაიდენს და ვერ თავისუფლდება ამისგან. მღვდლის ერთ-ერთი მისია რა არის, იცით? რომ ადამიანი ცოდვის მარწუხებისგან განათავისუფლოს. როცა მოდიან ხოლმე ჩემთან, მე არც თუ იშვიათად ვეუბნები, ღმერთს არ უყვარს წარსულში ჩარჩენა. ვინანი გაგახსენდა ეს ცოდვა, იმას ვერ გააკეთებ, რომ ეს ცოდვა საერთოდ დაივიწყო, მაგრამ აღარ არის საჭირო. ღმერთი გავშვის აწყობი. აი, როდესაც უკვე ტანჯველური სინანული აქვს და ვაი ეს რა გავაკეთე, ეს როგორ ჩავიდინე და ასე შემდეგ, ამას შეიძლება დიდი დეგრადირება გამოიწვიოს ადამიანში. ამიტომაც აი რას თქვი, სინდის ეს ღვთის ხმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენში, შეიძლება გადაიქცეს ბოროტის იარაღად. საერთოდ ყველაფერი კვეთრი და გაზვიადებული ეს არის. წარმოიდგინეთ თქვენ ეშმაკისეული. მესამე რაც მინდა გამოვყო სულთან მიმართებით, ეს არის წყურვილი უფლის მოძიებით და ამით დღეს დავამთავრებთ. ძალიან არ გადაგავლოთ, შეიძლება გადაგავლეთ, მაგრამ დამომეწურა ეს პროგრამა. ეს არის წყურვილი უფლის მოძიების. როდესაც ადამიანი სწორად ვითარდება, ამა ქვეყნიური ბევრი რამ უკვე არ აკმაყოფილებს. წლებს რომ შევხედოთ. გემატება წლები. საოცარი გამონათქვამია, ამოვებად. ძალიან ბევრი რამ, რაც ახალგაზრდობაში გაინტერესებდა, გახალისებდა. უკვე ფერხთალდება და ამოხდება. ამოვებად. ძალიან ბევრი რამ, მე ესე ვიტყოდი. ამიტომაც ადამიანის მოთხოვნილება უფლის წყურვილის მოძიება მოიცეს მასში. თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ ყველასთან ეს არ შეიმჩნევა. თანამედროვე სამყარო როგორაა მოწყობილი, ხა მე პირადად ევროპაში არ მიცხოვრია, მაგრამ რო ჩამოდიან, ევროპა არის უხრთო. ფულზე დავიდა ყველაფერი. ღმერთი ნაკლებად აინტერესებს. იქ მიდიხარ სოფელში, რომელიღაც რაიონულ ცენტრში და კვირადილაა თქვათ და ბირჟაზე დგანან იქ ახლოს ტაძარია, ესენი საუბრობენ და ეხლა ბირჟის თემები ხო წარმოგიდგენიათ რა არის ხა. ბულგარული და ამაო იქნება ეს ყველაფერი. და ბევრთან არის ეს მოთხოვნილება უფლის მოძიების, მე ესე ვიტყოდი, მით უმეტეს 21 საუკუნეში უფრო და უფრო ადამიანი ისრაფვის მატერიალურისკენ. სადღაც რომაელები რო იტყოდნენ რა, პური და სანახაობა. ცოტაში შეიმჩნევა, მაგრამ ის სწორად ვითარდება რა, მასთან ჩდება უფლის მოძიების სურვილი. ერთი ის მახსენდება მე მაგალითი ესეთი ათონის მთაზე თითგვაროვანი ნადირობდა და უცებ ტყეღრეში წააწყდა ბერს. მოშებული წვერი დაგრეჯილი სამოსით ამ კაბით და სადღაც რა მიუვალ ადგილას და აქ რო რას აკეთებდა.
ეს ბერი ეუბნება, რომ მეცო შენსავით ვნადირობ. თუ როგორ ვნადირობ? აი როგორ შენო ნადირს მისდევო, აი მეც ესე ფეხდახფეხ მისდევო, ღმერთო, უზენაესო და მინდაო რომ მოვინადირო. დამოიდინე. ისტორიაში ყოფილა რა მაგალითები. ამბობენ აი მაგალითად რუსეთის ერთ-ერთი იმპერატორი გამოვიდა სასახლიდან და წავიდა და უბრალოდ ბერად აღიკვეცა. სიმდიდრე დაუტოვებია და წასულა ბერად აღკვეცა. თავისი პატივი თანამდებობა რა. არის ეგეთი მაგალითებიც. წყურვილი უფლის მოძიების. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ჩვენი არსების და სამწუხაროდ თანდათანობით ეს წყურვილი თითქოს ბევრთან უფრო და უფრო ფერფტავდება და ესე ჩვენი არანორმალური ცხოვრების გამოვლენა. აი ამის შესახებ მინდოდა დღეს რაღაცნაირად მესაუბრა მელაპარაკა, მადლობთ რომ მისმენდით და თუ გაქვთ რაიმე კითხვა შეიძლება გითხრათ მოსულოთ. შეიძლება რა თქმა უნდა. ახეთ არის ისე კითხვა მინდა რომ კარგად გამიგო შეიძლება კითხვას დასწორად ვერ ჩამოვიდა. არის იობის წიგნი ხო? სადაც არც მას და არც მიშვილებს არანაირი ცოდვა არ ჩავუგანიათ და იობს დაემართა ის რაც დაემართა. იოანეს სახარებაში ცლათადი გაშლილი ბრმის დაბადებიდანვე ბრმის განკურნება მაცხოვრის მიერ და იქ ეკითხებიან რომ ხო, ესო მისი ვისგანო იყო, ესო მისი მშობლების წოდების გამო თუ პასუხი მარტივია, ხო, იქ რა, ეს იმიტომ რომ არც ერთი არც მეორე, იმიტომ რომ გაცხადებული იყო ის საქმენი. ეს ნაწილი გასაგებია. თუ შვილები და შთამომავლები წოდების, ანუ მისი წინაპრების წოდების გამო არიჯებიან. ანუ აქ ხო არ არის იმ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე საუბარი, რომელშიც ასე ვთქვათ, იმ წინაპრებს რო ჰქონდათ ცოდვების მიერ დაუშვათ მიდრეკილება გენეტიკური და აი ეს გენეტიკა მუშაობს უკვე შთამომავლობაში, ანუ გენეტიკური მატარებელია პრობლემა, აი ამ შთამომავლების, რომელშიც აი მეტნაკლებად ეხლა ცოდვილი ყველა და ყველას გვაქვს იმ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ცოდვისადმი მიდრეკილება. აი ლოგიკა ამაშია, მადლობა. ხო. ესე იგი აი რაც უკვე ითქვა ის ცალსახაა რომ კიდევ მეორე როდესაც ჩემში რაღაცა მიდრეკილება აქ წინაბული ხაზი იკვეთება კერძოდ ეხა ისე თემას დაუბრუნდები აი რო ავიღოთ ჩვენი მშობლების მაგალითი აი რამდენი თვისება დაგვიფიქსირებია როგორც დადებითი ისე ვარყოფითი მშობლების ხო ჩვენ ხო არა ვარ ცუდა დათვა და მე აღმოვიჩენია ჩვენ თავში. ხო, აღმოვიჩენია ხო ეს ხო რეალობაა რა ესე ვთქვათ. ანუ ეს ხაზი არის კიდევ მეორე თამაში ეჩვერ შეიფთან, იმიტომ რომ როდესაც მე სწორად ცხოვრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ჩემ შთამომავლობას ვადვილებ მე გზას. მაგრამ ცხოვრება არის მრავალწახნაგური ძალიან. არის ეგეთი გამონათქვამი სხვათა შორის რომ ესე ცხოვრებისეული არ არის ოჯახი მახინჯის გარეშე. ანუ როგორ ვთქვა, ერთი გენეტიკური დატვირთვა, ერთი ოჯახია. მოციქულები 12 იყო, ერთი გამოვიდა იუდა, ხო? ასე რომ რა თქმა უნდა მარტო ამ გენეტიკური მიდრეკილებით ვერ შემოვიფარგლებ. თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ვერ, იმიტომ რომ გაცხადებული სასწაული. ხო, სასწაული. ბიჭაშვილი გიგლაც ყავდა და ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი ყავდა, დიახ ხო. ანუ აი ანალიზი რო გააკეთო, არა უფლის დაშვებას, რატო ხდება ეს ყველაფერი არა? აი ვერ გაიგე. ეხლა ხდება მთელი შემთხვევაში მე მივდივარ როგორ გითხრათ ეხლა ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია რომ სრულფასოვანი ანალიზია თქვათ. გამოვიდა ეს არა? რატო გამოვიდა?
ერთი მახინჯი, რომელსაც ვერ აცდები. სხვათა შორის ესე ძალიან ცხოვრებისეული დეტალია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მე ხშირად ვეუბნები დროს მოდის ოჯახის წევრით. ვიღაცა დიდ პრობლემას ქმნის, თქვათ, ნარკოტიკს მიეძალა, სასმელს მიეძალა, კიდე სხვა ვნებას არა, მთელი ოჯახური ცხოვრება ამოაყიდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიტანჯა მის გამო. და შეიძლება ეს მშობლები ეს ძალიან ნორმალური ხალხია, წესიერი რა, მე ესე ვიტყვი. ანუ კანონია. იობის მაგალითით, არაფერი არ შეუცვლობს, მაგრამ იქ სადღაც იობი რატომ არის წინ წარმოწეული, რომ ალბათ აი ადამიანი როგორ მოიქცევა განსასწრების დროს ისიც გამოიკვეთოს. ეხლა წმინდანები რო ავიღოთ, არა, იმხელა განსასწრები იყო შეურაცხყოფის, რომელსაც უარი იმსახურებდნენ ისინი. ავადმყოფობის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გამოკვეთილი იყო მათი წმინდანობა. ხშირად განსასწრელი რატო იშვება? მიყვათ იმისა, რომ მე ამაში დამნაშავე არა ვარ. რატო დაიშვა, თქვათ, ექვთიმე თაყაიშვილი იყო წმინდა ექვთიმე ღვთის კაცი, არა? ის რომ მატერიალურად უჭირდა და ერთი ნივთი არ გაყიდა რა ჩვენი საგანძურიდან, იმიტომ რომ მისი სიდიადე გამოკვეთილი იყო რა. ჩემთვის მაგალითი ყოფილიყო. ამიტომ დაუშვა უფალმა ეს განსასწრელი. მე ესე ვიტყოდი. ვიღაცა ოჯახის წევრია ესეთი გამოვიდა, რომელსაც მე არ ვიმსახურებდი, მაგრამ დაუშვა უფალმა, რომ ჩემი თავიც გამოამჟღავნო, როგორი მოთმენებით მოვიკიდები ამ განსასწრელს. ესე ვიტყოდი. ადრე იყო ესეთი ჩვევა, შეიძლება გაუგებარი დღეს, რომ მოყავდათ ხოლმე ოჯახში ჭირვეული ადამიანი და იმასთან ერთად ცხოვრობდნენ, რომ გამოეცადა საკუთარი თავი, მრისხანებისგან განთავისუფლებულიყო, მასთან დაპირისპირება ესწავლათ. ეხლა წარმოუდგენელია, ეხლა ესე დრო მოვიდა, რომ როდესაც აი ფსიქოპათია არის ეგეთი ტერმინია, აი მაგალითად რთული ადამიანს ცდილობ რომ განერიდო, არა, რაც შეიძლება შორს იყო ეგეთი ხალხისგან, მაგრამ ადრე ეგეთი ჩვევაც იყო, მე ესე ვიტყოდი. ასე რომ აი უფლის დაშვება ჩვენთვის არის შეუცნობელი, ხო, არის ეს მომენტიც, მაგრამ არის ის მომენტიც, იმიტომ რომ იმისთვის რომ კიდევ მეორე მე სიზნელეებთან გამკლავება შევძლო, იმისთვის რომ შეიძლება გამოვიცრდო შვილის აღზრდაში, მოთმინება გამოვიმუშაო, არა, ზოგჯერ არის შარო საიდან მოდიხარო, არა. ამასაც ხო ვერაცდები, არა. არ იმსახურებ ამ განსასწრებს, მაგრამ უფალი უშვებს. და ეხლა ეს კიდე სალაპარაკოთ რამე, აი განსასწრელი რომ მოდის, მაგალითად, რომელსაც მე არ ვიმსახურებ, მაგრამ იცი რამდენი დეტალია იქ. აი განსასწრელის დროს მე აი უკვე რამდენი წელი ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, ჩემ თავს უყურებ მოხარშულს ვიცნობ. მოვიდა განსასწრელი, რომელიც შეიძლება მართლა ეს განსასწრელი მე არ დავიმსახურებ, მაგრამ იქ ისეთ თვისებებს ვამჟღავნებ, რომ აი თურმე ჩემი თავი ამცნობია. ხშირად ხდება, წარმოიდგინეთ თქვენ. ანუ მე არ ვიმსახურებდი, მაგრამ იმისთვის რომ ჩემი თავი შემეცნო, იმისთვის რომ მეტი მოთმინება გამომუშავებინა არა, ამიტომ უფალმა ეს დაუშვა. ასე რომ ძალიან მრავალწახნაგოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრება. არის გენეტიკური ხაზი, მაგრამ იმის მიღმა უამრავი ის ხაზი, რომელიც კიდე გამოსაკვეთია და გასაანალიზებელია. არაფრის გაიხარო. დიდი მადლობა. არაფრის ისე მადლობა. გაიხარო.